ექსტრემური ხდება აი უფრო ისეთი ძარცველი ბანდა ჩამოაყალიბა თავისი, როდესაც ის რჩება თანამდებობის გარეშე და ამ ძარცველი ბანდით ის სავაჭრო გზებს ესხმოდა თავს, თავისი მოწინააღმდეგე ვის პოლიტიკასაც არ ემხრობოდა, იმათ ქარავნებს ძარცვავდა. აი აქ ხა მის დაკოჭლებასთან დაკავშირებით სხვათა შორის აი სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ვერსია არის, რომ ის თავის რაზმთან ერთად აი მცხრებს იპარავდა ხოლმე ამ ფერმერებისგან და ნუ როგორ ჩანს ეთყობა დაუდარაჯდნენ და ერთ-ერთმა აი ამ პერიოდში ქუსლში ერთი ვერსიით და მეორე ვერსიით მუხლში ის არის გაარტყეს და იქიდან დაკოჭდა. არსებობს ასევე თქმულებები იმის თაობაზე, რომ როდესაც ის ახალგაზრდა იყო მის ოჯახში, მის ნათესავებს შეშურდათ და რაღაცა ერთ-ერთმა მისმა ახლო ნათესავმა მყესი გადაუჭრა იმის გამო, რომ ის ძალიან სწრაფი ყოფილა ამ სირბილში და რაღაცა შურის მომენტიც ყოფილა. თუმცა ეს უფრო გავს ისეთ რაღაცა უფრო ლეგენდის ეს არის.